ახალგაზრდა შემსრულებლებმა გამოცდილ მომღერლებთან ერთად საარქივო ჩანაწერებში დაცული სხვადასხვა კუთხის ბევრისთვის უცნობი და მივიწყებული სიმღერები და ფერხულები გააცოცხლეს და ფართო აუდიტორიას წარუდგინეს. რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. თავის დროს ჭირდებოდა გუნდის დაარსებას. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის მეორე სოლო კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. მომღერლებმა მსმენელს განახლებული პროგრამა შესთავაზეს, სადაც სხვადასხვა კუთხის მრავალხმიანობის ნიმუშებთან ერთად უძველესი საგალობლებით შესრულდა. როგორც საღამოზე აღინიშნა, გუნდს 5 ლოტპარი ჰყავს, რაც თითოეული რეგიონის მუსიკალური ტრადიციების ავთენტურად წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. იყო გამორჩეული რეპერტუარი, განსხვავებული სიმღერები, ან განსხვავებულში მას გულისხმობ, რომ ძველი ჩანაწერებიდან, ესე ვთქვათ, გაცოცხლებული სიმღერები, რომლებსაც სხვა ანსამბლები ნაკლებად ასრულებენ. ძალიან აქტიური გუნდია, ეს ახალგაზრდები ძალიან აქტიურად შრომობენ და გამორჩეული არის ეს გუნდი კიდევ იმით, რომ ყავს 5 ხელმძღვანელი, 5 ლოტპარი, რომლებიც თავიანთი კუთხის სიმღერებს ასწავლიან, ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა ლოტპარები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ბიჭებს და ამით არის გამორჩეული, იმიტომ როგორც ვიცით, ყველა ანსამბლს ყავს ერთი ხელმძღვანელი და ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ქართული მრავალხმიანობა, ქართული ხალხური სიმღერა და გალობა ერთ ადამიანში ვერანაირად ვერ ჩაეტევა და ამას ჭირდება მრავალფეროვნება, ჭირდებოდა და ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ხუთი ადამიანი შემუშავა ამ გუნდთან და ამან თავის შედეგი გამოიღო. გამორჩეული იყო ეს კონცერტი იმით, რომ შესრულდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სიმღერა, მათ შორის საფერხულო ტრადიციული ცეკვები. გუნდი საკმაოდ დიდი ხანია, რაც მუშაობს აქტიურად ამ პროგრამაზე, მუშაობდა უბრალოდ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად წარმოაჩინა ამ გუნდმა საქართველოს ყველა კუთხე. ასევე ვიტყოდი იმას, რომ გორში უკვე ერთი კონცერტი ჩატარდა, სოლო კონცერტი, იწყება რეგიონალური ტურნეები, გეგმაში არის ოზურგეთში, ამბროლაურში კონცერტის ჩატარება, კიდევ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ეს გუნდი ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად ატარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ქართული მრავალხმიანობის სიმღერა საგალობლების გადარჩენა მოფრთხილებას სჭირდება. მადლიერება მინდა გამოვხატო უპირველეს ყოვლისა ჩვენი ლოტპარები, ჩვენი გუნდის წევრების მიმართ, ვეცადეთ მაქსიმალურად წარმოგვეჩინა ის დიდი შრომის შედეგი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გქონდა და ვფიქრობ ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. მადლობ ღმერთს, რომ მეორედ მოგვეცა უკვე საშუალება, რომ სოლო კონცერტი ჩაგვეტარებინა, სრულიად ახალი პროგრამით წარდგარიყავით ჩვენი მაყურებლის წინაშე. შევასრულეთ თითქმის ყველა კუთხის ნიმუში, ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებია ის რჩევები, რაც ჩვენმა ლოტპარებმა გვითხრეს და მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო იმ ჩანაწერებთან, საიდანაც შევისწავლეთ ეს ნიმუშები. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდი 2 წელია რაც შეიქმნა და ამ დროის განმავლობაში აქტიურ და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. გუნდისთვის განსაკუთრებული სიახლეა პირველი ვინილის მომზადება. უახლოეს მომავალში შრომის შედეგს ფართო აუდიტორიას წარუდგენენ და დაახლოებით 30 კომპოზიციის ციფრული ვერსია მსმენელისთვის ხელმისაწვდომი გახდება.